ორსულთა აი ეს ბოლოს ორსულთა ტოქსიკოზი. უფრო ხშირად გამოწვეულია 13 ივნისი. მექანიკური ზეწოლით, კუჭზეც, ნაღმის ბუჩზეც. ამიტომ და ახლა მოგეხსენებათ ორსულისთვის ყველაფრის მიცემა ნამდვილად არ შეიძლება. ბალახებსაც უნდა შერჩევა, რა თქმა უნდა. არ უნდა გქონდეთ გვერდითი მოვლენები, ნაყოფსელც უნდათ არ უნდა იმოქმედოს. მოდით ახლა მე ჩაგაწერინებთ ესე იგი პირველ ტრიმესტრში ტოქსიკოზის დროს რა ბალახების ხმარება შეიძლება. ესე იგი პირველი რა თქმა უნდა ყველა არის უნებელი. პირველი და ყველაზე დიდი რაოდენობით ამ ნაკრებში იხმარება 100 კილი. აი 20 გრამი 100 კილი. ეხლა 100 კილისგან რომ მივიღოთ ფასეული ან გამონაწური ან გამონახარში აუცილებელია რომ დაინახოს. ხმელა 100 კილზე არის ლაპარაკი. დაინახოს ქვას ანაკში და არა ვთქვათ რკინის სანაკში. ასევე დაქუცმაცებული 15 გრამი შავბალახა. შავბალახას ადრე გავეცანით ჩვენ როგორც დამამშვიდებელს. გახსოვთ? სედატიურ ბალახებს რო გავდიოდით კატაბალახას. აი თქვენ წარმოიდგინეს ორსულობის დროს როგორც დამამშვიდებელი ვალერიანა ნაკლებად იხმარება უფრო შავბალახა და კრაზანასაც რომ განვიხილავდით აი ზეთის მიღება რო გასწავლეთ მაშინ მე მგონი გითხარით რომ ევროპაში როგორც დამამშვიდებელი ისე იხმარება თქო ჩვენთან უფრო სხვა ფუნქციები აქვს კრაზანაც, მაგრამ რადგან არსებობს ესეთი ლიტერატურული მონაცემები გამოცდილება, ესე იგი აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც. გარდა ნაღველდენისა, გარდა იმისა, რომ კარგი ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული მოქმედებებით ახასიათებს. ეხლა ამასვე შეგვიძლია გავურიოთ მელისა, ესეც დამამშვიდებელი. ესე იგი უფრო აქცენტი კეთდება ვიტამინებზე, მოგეხსენებათ 100 კილში ბევრი C ვიტამინია, უფრო დამამშვიდებელ და ანტისეპტიკურ ნაღველდენ ბალახებზე კეთდება. თან ყველა ისეა შერჩეული, რომ ორსულისთვის შეიძლება. კრაზანაც 15 გრამი? კრაზანა 10, მელისაც 10, შავბალახა 15. ესე იგი ყველაზე მეტი არის 100 კილი. ესე იგი ყველა ეს დაქუცმაცებულ ბალახს აურევთ ერთმანეთში, აქედან ავიღებთ 1 სუფრის კოს და ვასხამთ 200 მილილიტრ დუღარეს და ვათავსებთ სასურველია თერმოსში. რამდენი მილილიტრი? საათი ბატონო? რამდენი წყალს ვაცხამთ ამ ვერ გავიგე. 200. 1 სუფრის კოლზეა ლაპარაკი. ეხლა შეგვიძლია თუ არ იქა ტოქსიკოზი ძალიან მწვავედ მიმდინარეობს, ყოველ დღე შეტევები აქვს ორსულს და რაღაცა შეგვიძლია 1-3 დღის დავამზადოთ, თქო მაცივარში უნდა შევინახოთ. უკვე 3 სუფრის კოს 600 მილილიტრს და პროპორციულად გავდით რა, ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ეხლა მიღება როგორ ხდება 50 მილილიტრი, ესე იგი თლად პატარა არა, საშუალო ზომის ყავისჭიქები რომ არის, ჭამამდე 4 ჯერ 5 ჯერ თან
აქ შემთხვევით არ არის რომ 4-ჯერ 5-ჯერ ჭამამდე თან ანუ ხაზი ესმება იმას რომ ორსულმა რომ ვისაც ტოქსიკოზი აქვს და ბევრი არაფერი ერგება ხოლმე ჯობია ესე ცოტა ხდა ხშირად მიირთვას საჭმელი რომ არ დასუსტდეს იგივე ნაყოფს რომ რამე არ მოაკლდეს ეხლა გადავიდეთ აი 7 თვის ორსულს აქვს ხო გულწმარვა ანუ ჯავე რეფლუქსი აქვს ახლა შორიდან მე პაციენტთან არ მილაპარაკია მაგრამ ასე ვხდები რომელსაც გაღიზიანებული აქვს ახლა 7 თვის ორსულს უკვე დიდი მუცელი აქვს ნაყოფით შედარებით დიდია აუცილებლად მოხდება მან ფიზიკური ზეწოლა შინაგან ორგანოებზე განსაკუთრებით კუჭზე და ეს რეფლუქსი რა არის კუჭის წვენის საყლაპავში ამოსვლა უკან ხო წარმოიდგინეთ ახლა ისედაც როცა გაღიზიანებულია სულ შეიძლება ორსული არ იყო და გულწმარვა რომელიმე საკვებმა ჯავიანობა მოგიმატოს მე ხდება უკვე ესეც ორგანიზმის შეგუება რომ ზედმეტი საიდანმე მოიშოროს იგივე ეს ჯავიანობა და ამოდის სპაზმი ხდება კუჭი იკუმშება და ამოსროლა ხდება ამ ჟავე მასების და გულწმარვა ეგ არის რა პრინციპში ხო და ორსულის შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს რაც ჩაგაწერინეთ ამ 7 თვის ქალბატონს შეუძლია ეს ნაკრები მიიღოს მაგრამ შეგვიძლია ეხლა თუ აი ძალიან კარგი იქნებოდა რომ მქონდეს საშუალება გამოვკითხოთ პარალელურად ხომ არა აქვს მაღალი წნევები ან ხომ არა აქვს შარდში ცილის ნიშნები ან ცილები მოკლედ ანალიზია საჭირო რომ ჩვენ უფრო მისაღები უფრო სამკურნალო ბალახების ნაკრები დაუნიშნოთ ესე იგი ვინც მომწერა ანუ მისი ნაცნობია ალბათ მოდით სხვა დროს გამოგადგებათ და ჩაიწერეთ მაღალი წნევის შემთხვევაში აი ეს უკვე არის გვიანი ტოქსიკოზის შემთხვევაში ანუ 5 თვის ზევით რომ არის ორსული მაღალი წნევის დროს დამამშვიდებლები შეგვიძლია მივცეთ აი აქ უკვე კატაბალახა შეგვიძლია ანუ ვალერიანა კუნელი შეგვიძლია სულ თავისუფლად კუნელის როგორც ყვავილების ნაყენი ოღონდ არასპირტზე მეგობრებო მაშინ გირჩიეთ მე რომ ერთმანეთში შეურიეთ ორსულებისთვის წყალზე მარტო წყალზე წყლით გამონაწვილი ან ნახარში ან დაკუცმაცებულ სვასხავ დუღარეს და ვაყენებთ და მაინც საკმარის სამკურნალო ნივთიერებები მაინც გამოიყოფა ეხლა აი ამ ქალბატონის შემთხვევაში რომელსაც აქვს ეს ჟავე რეფლუქსი ანუ გულწმარვა ძალიან კარგი იქნება აი პირველი ნაყენი როა რაც ჩამოგათვლევინეთ იმას თუ დაუმატებთ ნეგო ანუ უკვდავა 10 გრამი ყველაფერი ეს დაკუცმაცებული უნდა იყოს არყის ხის ფოთლებიც შეიძლება ორსულისთვის ეგეც 10 გრამი და მარწყვის ფოთლები სასურველია ველური მარწყვის მაგრამ შინაურისაც გამოდგება თუ რა თქმა უნდა შეწამლული არ არის და რა ვიცი მე არ უნდა ვავნოთ ადამიანს ეხლა
ორსულობის აი ბოლო პერიოდში ძალიან იზრდება მოთხოვნილება ორგანიზმის ვიტამინებზეც. ამიტომ დამატებით უნდა მივცეთ ხილი, ბოსტნეული, არ უნდა ეხლა ამას დიდი ფილოსოფია, აუცილებლად ხაჭო, ყველი, კალციუმი ჭირდება, მაგნიუმი ჭირდება ორგანიზმს გაორმაგებული ძალით, ნაყოფიც თავისას ითხოვს ამ დროს. ხო, კიდე ერთი რჩევა ორსულებს. ხო, ახლა ძალიან მოდაშია ნებისმიერი დიეტის დროს და ეს ურჩევენ ადამიანებს ძალიან ბევრი წყლის დალევას. სულ ცოტა ზაფხულში მით უმეტეს 2-დან 3 ლიტრამდე. აი ორსულმა ლიტრა და 200 მეტი წყალი არ უნდა დალიოს. და იმასაც თუ ხილის გამონაწურით შეცვლის ნახევარს მაინც ძალიან კარგი იქნება. თირკმელზეც ეხლა წარმოიდგინეთ, თირკმელები 2 ადამიანს ემსახურებიან უკვე აი ბოლო სტადიაში, ხო, ორსულობის. და კიდე ამდენი სითხის მიღება, ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ წყალი სულ არ მივიღოთ, უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ზომიერად. იგივე ორსულთა პიელონეფრიტები არსებობს, ის ძალიან საფრთხილოა ორსული. აუცილებლად 10 დღეში ერთხელ მაინც უნდა შარდის ანალიზი გააკეთოს, რომ არ იყოს ცილების ნიშნები და მაგ შემთხვევაში უკვე ესე იგი ორსულებისთვის რომელი მცენარეების მიღება შეიძლება თუ არის შარდში ცილები. შეიძლება შვიტის მიღება,